რადიო არ გაიდარდოს ეთერშია სიმღერის პრემიერა. დიახ, როგორც დაგგვირდით, აგიბრუნდით პირდაპირ ეთერში შესაბამისად მოგიტანეთ. მე არ მომიტანია ჩემმა ძვირფასმა კოლეგამ მოგიტანათ კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი. შესაბამისად მეტი ომახიანობა მჭირდება, იმიტომ რომ მას ასე შვენის თავად ისეთი ომახიანია. საღამო მშვიდობის ლაშა. ჩემს უსაყვარლეს რადიო არ დაიდარდოს და ჩემს ნანკას გოგორა ხარ. რამდენი ხანი არ მინახე. აბა გოგო აეროს კოკალეთ კოკაზიმ. გაიხარე შენ. ესე იგი, სანამ ჩამერთვებოდი, მე გავესაუბრე მსმენელს და გამომხილე, რომ შენ ახალი ნამუშევარი მოგვიტანე და ახლა შეგიძლია თამამად ისაუბრო ლაშა რამიშვილმა, რომელი და როგორი სიმღერა მოგვიტანა. ფაქტობრივად მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან ლამაზი სიმღერა, რომელსაც თებერვალი ქვია ივნისის თვეში. ეკუთვნის ულამაზეს და უსაყვარლეს ქალბატონს, ქალბატონ ნანას მესხს, რომელიც არის არაჩვეულებრივი კომპოზიტორი, ფანტასტიკური ადამიანი და ძალიან კარგი ესეთი მუსიკოსი, რომელსაც შეუძლია რომ მოარგოს თითოეულ მომღერალს თავისი ესეთი ნიშა და ამ სიმღერითაც ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ დიდი სიყვარული გაუხილა ჩვენ მსმენელს და აჩუქა ეს არაჩვეულებრივი სიმღერა, რომლის ტექსტის ავტორი ასევე უსაყვარლეს და ულამაზეს ქალბატონს გოგონას ეკაკაჯაიას ეკუთვნის. ეს ტექსტი იმდენად ღრმა და იმდენად ძირფესვიანია, რომ მეტი რო არ შეიძლება ეკას ჩვენ ერთი-ორჯერ ვესაუბრეთ ამ თემაზე და ეკასთან ვისაუბრეთ და მისი ეს სიტყვები, რომელიც მართლა უზიროა და მართლა ძალიან ბევრი მტკნელია, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა პატარა ляпსუსით უზარმაზარ ძალას იზრდება ამ სიმღერაში. ასე რომ ნანას ეს ლამაზი არაჩვეულებრივი მელოდია, ქალბატონი ეკაკაჯაიას ულამაზესი სიტყვები და სიტყვები, რომლებიც მართლა უზარმაზარ აზრს პადებს ამ სიმღერაში და არანჟირება ჩვენი, რა ვიცი, მართლა ულამაზესი და უსაყვარლესი მარიკა კაცარავასი, რომელმაც ზუსტად სად რა როგორ რანაირად უნდა გააკეთოს არანჟირებაში. მე მინდა გითხრათ, რომ ეს გოგონა არა მარტო არანჟირებების ავტორია, არამედ ფანტასტიკური რეჟისორია, არაჩვეულებრივი კომპოზიტორის გახლავთ, ძალიან ბევრი მისი ნაწარმოებიც უმისვენია და ძალიან მაგარი გოგოა და საერთოდ მასთან მარიკა კაცარავასთან ჩაიწერა ეს სიმღერა, ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა ამ ლამაზი სიმღერის ცოტა დაგვიანებული პრემიერა, მაგრამ თებერვალი ქვია სიმღერას ივნისის თვეში. კი ბატონო, კი ბატონო. ივნისის თვეში მე დავამატე ხა ცოტა არის და ისე გამომუბრობით ჩვენ არ დაიდარდოს ეგუხდება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით შენ გიხდება ეს ამბები, ამის გარეშე, იუმორის გარეშე და პოზიტივის გარეშე, შენ წარმოუდგენელი ხარ მსმენელისთვისაც და ჩვენთვისაც, ჩემო ლაშა, მოკლედ. სხვადასხვა ჩემი ბიჭი მეუნება ხოლმე სულ რომ მე იუმორის მამა ვარო და შენ კიდე იუმორის ბიძა ხარ, ლაშა გიორგი მეუნება და ბიზნესი ხება. მოკითხვა ჩვენგან არაჩვეულებრივ ბიჭს, რომელიც ძალიან გგავს და ესე დაახფრთოვანებული ვარ, მე დღეს ვიხილე შენი ბიჭი და აბა წარმატება მასაც ჩემო კარგო და ლაშა, შენ განსაკუთრებით შენ სიმღერას წარმატებას უსურვებ, ისედაც ყველა სიმღერა, რომელიც მსმენელისთვის გაიმეტე აქამდე ყველა წარმატებულია, შესაბამისად ეჭვიც არ მეპარება ამ ახალ სიმღერაშიც. დაგემშვიდობები, მადლობა კიდევ ერთხელ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმღერას ძალიან მალე აიტაცებს. აუცილებლად. მსმენელი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი, თბილი სიმღერა, უსაყვარლესი და უსათნოესი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნანას იმისათვის, რომ ამ სიმღერის შესრულების უფლება და ესეთ შესაძლებლობა მომცა. ეკაკაჯაიას, რომელიც არის სიტყვის ქალღმერთი, რა ვიცი, სულით და გულით, ძალიან დიდი მადლობა. მარიკა კაცარავას, რომელმაც დაკარგა მთლიანად ეს სიმღერა და ფაქტობრივად მინი მონო სპექტაკლის შექმნა არანჟირებით და სტუდიაზე ზედმეტია საუბარი მარიკა ყოველთვის იყო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე.
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ლაშა დაგემშვიდობებით, მოკლედ ლაშა რამიშვილი იყო პირდაპირ ეთერში, როგორც გითხარით, მის მიერ შესრულებულ ახალ სიმღერას შემოგთავაზებთ თებერვალი, სახელწოდებით მართალია ლაშამ აღნიშნა, რომ ივნისის თვეში მოგვიწევა ამ სიმღერის გაპრემიერება, თუმცა იმდენად კარგია, რომ აუცილებლად შეიყვარებს მსმენელი. შესაბამისად, წარმატება ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სიმღერის შექმნაში და განსაკუთრებულად ლაშას, რომელიც ასრულებს. თქვენ კი რაღა დაგრჩენიათ, გარდა იმისა, რომ მოისმინოთ, სიამონება მიიღოთ, შეიყვაროთ და ხშირად მოითხოვოთ ხოლმე. პრემიერა რადიო არ დაიდარდოს ეთერში. სიმღერის პრემიერა. წელს ისეთი თბილი არის თებერვალი, რომ დღეების ხანგრძლივობა ზაფხულს შემოს და ქსურს ხილებს სახურავზე გადამგენებს, როგორც ბავშვებს უცებ ხელი შეაშველო. გზაწმილები ჩრდილებს და აშრიალებენ, თითოს ისე კამკამა აქვს საბურველი და ეწევინცერი თითქოს სათითაოს. ამოცნობა შეიძლება ბედის წერის, ამოცნობა შეიძლება ბედის წერის. ყველას უსხის დავიწყება ადგილია, ისე შრის ზამთრისაგან ასახსოვრებს, თითქოს თოვლის სულ ახლა არ გაილია, ანდახებს ქარიშხლები არ ახსოვდეს. გზაწმილები ჩრდილებს და აშრიალებენ, თითოს ისე კამკამა აქვს საბურველი, სათითაოს. ამოცნობა შეიძლება ბედის წერის, ამოცნობა შეიძლება ბედის წერის. გზაწმილები ჩრდილებს და აშრიალებენ, თითოს ისე კამკამა აქვს საბურველი და ეწევი მზერი თითქოს სათითაოს. ამოცნობა შეიძლება ბედის წერის, ამოცნობა შეიძლება ბედის წერის. წელს ისეთი თბილი არის თებერვალი, თებერვალი.